საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეალიზაციის ფაქტებზე 75 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ასევე ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალების დაფასებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. დაკავებულების ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.